საქმე წმინდათა მოციქულთა. თავი მე-12. მას ჟამსაშინა ხელი მიიღო ჰეროდე მეფემან ძვირისყოფად რომელთა ეკლესიისაგანთა და მოკლა იაკობ ძმა იოვანეს სიმახვილითა. დავით არცა იხილა რამე თუ სათნო უჩნდა გურიათა მათ შეძინა შეპყრობაი პეტრესიცა, ხოლო იყვნენ დღენ იგი უცომოებისანი და შერა იპყრა იგი შესვა საპყრობილესა და მისცა იგი 4-4 ერისაგანთა ცვად. ესრედ ეგულებოდა რაითა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცესერსამას. და პეტრე ცრულ იყო საპყრობილესა მაშინა, ხოლო ლოცვა იგულს მოდგინეთ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთვის. რაჟამს უკვე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანება და მიცემად ხელთა მათთა მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის 2 ერისაგანთა შეკრულსა ჯაჭვირთა მრჩობლითა და მხუმილნიგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას. და აჰა ანგელოზი უფლისაი ზედა მოადგა და ნათელი გამოუბრწყინდა სახსა მაშინა და სცა გვერდსა პეტრესა და განაღვიძა იგი და რქუა მას აღდეგ ადრე და დასცვიოს ჯაჭვინიგი ხელთაგან მისცა. რქუა მას ანგელოზმა მან მოირტყ და შეისხენ სანდან ნიშენი და მან ყო ეგრეთ და რქუა მას შეიმოცე სამოსელი შენ და შემომიდგმე და განვიდა და შეუდგა მას და არა უცხოდა ვითარმეთ ჭეშმარიტ არს რომელი იგი იყო ანგელოზისა მისგან. ეგრე ჰგონებდა ვითარმეთ ჩვენებასა იხილავს. დავით არ განულეს მათ პირველი სახუმილავი და მეორე მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელიც შევიდოდა ქალაქად, რომელცა იგი თვით განეღო მათ. დავით არცა განულეს იგი წარვლეს უბანი ერთი და მეხსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი. და პეტრე მოეგო გონებასათვისა და თქვა აწუწყი ჭეშმარიტად რამე თუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თვისი და განმარინა მე ხელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისამის ხურიათაისა. გულსა მოეგნა და მოვიდა სახსა მარიამისა, დედისა მის იოვანესა, რომელსა ერქვა მარკოს, სადა იგი იყვნენ მრავალნი შეკრებულ და ილოცვიდეს. დავით არცა ჰრეკა პეტრე კარსა ბჭისასა, გამოვიდა მხევალი ერთი სვენად, რომელსა სახელი ერქვა როდი. დავით არცა იცნა ხმა იგი პეტრესი სიხარულით არა განუღო მას კარი, არამედ შინა შერბიოდა და უთხრა ვითარმეთ პეტრე კართა ზედა დგას. ხოლო მათ რქვეს ჰბორგი და იგი დაამტკიცებდა ვითარმეთ ესრეთ არს, ხოლო იგი მიიტყოდეს ვითარმეთ ანგელოზი მისი არს. და პეტრე ჰრეკდა კარსა მას ზედა ის ზედა, ხოლო განრა იუღეს იხილეს იგი და განკრთეს. მან ხელი განუყარა მათ რაითა დადუმნენ და მიუთხრა მათ ვითარ იგი უფალმან გამოიყვანა საპყრობილით და ამცნო. უთხართ ესე იაკობს და ძმათა ყოველთა და განვიდა და წარვიდა სხვასა ადგილსა. დავით არცა განთენა არა მცირედი შეზრუნება იყო ერისკაცთა იმათ ვითარმედ რაიმე იქნა პეტრე. და ჰეროდე ეძიებდა მას და არა პოვა. მაშინ განიკითხა მცველნი იგი და ბრძანა მოკლა იმათი. და მოვიდა მიერ ხურიასთანით და კესარიას იქცეოდა. ხოლო იყო ჰეროდე გულმწყრალ ტყირილთა და სიდონელთათვის და იგინი მოსრულიყვნენ ერთმა მათ მისსა და ქველის მეტყველს ყოფდეს ბლასტონს, რომელი იყო სასვენებელსა და მეფისასა და ითხოვდეს მშვიდობასა, რამე თუ ქვეყანა იგი მათი იზარდებოდა სამეუფოისაგან მისისა. და დღესა ერთსა დაწესებულსა ჰეროდე შეიმოცა სამოსელი სამეუფოი და დაჯდა საყდართა ზედა და ზრახვიდა მათდა მიმართ. და ერი იგი ღაღადებდა ღვთისა ხმაი არს და არა კაცისაი. და მეხსეულად 300 ანგელოზმა ნოფლისაგან ამისთვის რამე თუ არა მისცა დიდება ღმერთსა და იქნა იგი მატლთა შესაჭმელად და სულნი წარხდეს. რამე თუ სიტყვა იგი ღვთისაი აღორძინდებოდა და გამრავლდებოდა, ბარნაბა და სავლე მოიქციეს იერუსალიმით ანტიოქიადვე, ვითარ იგი აღასრულეს მსახურებაი მათი თანაწარიყვანეს იოვანესა, რომელსაც წოდებული იყო მარკოს.